სამამშვიდობის YouTube მოგესალმებით მეგობრებო, დღეს რაღაცა ისეთი საკოლექციო ამბით დაგიბრუნდით. ეს ვიდეო ეძღვნა ყველა კოლექციონერს, ყველა მანიაკს, მინდა გითხრათ და ბევრი მყავხართ. ჩემ და გასახარად, ჩემ არხზე, ღმერთმა გამრავლოთ. აი შენ მეგობრო თუ მიყურებდი ახლა არ გაქვს ჩემი არხი გამოწერე, ძალიან ცუდი. ეხლავე დააჭირე ზარიც ღილაკს და გამოიწერე ჩემი არხი, რათა ახალი ვიდეოები პირველმა იხილოთ თქვენ. ხო, დღეს მეგობრებო გვაქვს ესე იგი საკოლექციო ხიშდანები. აი უკვე მოგწერეს. გერმანული მესამე რეიხის შვეიცარიული. მოდი დავიწყოთ შვეიცარიულებიდან. აი ეს ხიშდანა კოლექციონერებო შეხედეთ თავისი ნომრით, თავის ამბით. ევროპიდან ჩამოტანილი, აბა შეხედეთ როგორ მდგომარეობაშია. აბა უყურეთ როგორი ხერხები აქვს. აი ეს $350. დოლარებშია მეგობრებო. პირადი კოლექციიდან იყიდა მეგობრებო ეს რაღაცეები და ამიტომ არის ეს ფასები. თორე დიდი ალბათობით ამას არ გაყიდვიდა. იმიტომ რომ ეს ხო იცი მანიაკობა არის, აი. თავისი ტყავით, თავისი ასე ვთქვათ შტამპით, ნაღდი შვეიცარიული ევროპიდან. ტელეფონის ნომერს მიუთითებ და იქ მიხვდებით. ესეც შვეიცარიულია მეგობრებო, ხიშდანაა ესეც. ნახეთ. თავისი ნომრით ეს €100, არა უпроსტად $1. ეს $100 ღირს. თავისი ტყავით, თავისი აი ნახეთ, შტამპით. ესეც იგივეა, ესეც $100 ღირს. ორიგინალი მეგობრებო, ყველაფერი არ არის გადაპრიალებული, გადმოპრიალებული არის, ორიგინალია. ევროპიდან თავის საკიდით, ყველაფრით. ესენი არის უკვე გერმანულები, მაუზერის ხიშტია, ყველასთვის ნაცნობი ხიშტი, ვიცით ეს ჩვენ რა და როგორ არის. აი ნახეთ მდგომარეობა, ორიგინალია. ესეც ევროპიდან არის მეგობრებო. ეს ყველაფერი იყიდება კერძო კოლექციიდან მეგობრებო. ამის ფასი არის $200. აი მეგობრებო. მაგარი ფასია მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ ეხლა შენ რო გახვიდე და მშრალხიძე ნახოს, მინიმუმ $350-400 გეტყვიან. მინიმუმ. ესეც იგივეა. იგივე როგორ ანუ შვეიცარიულია ესეც და $200 ღირს. არა ეს გერმანულია, ბოდიში გერმანულია, შვეიცარიული ბურჩით უკვე. ხო. K98-ის არის ესეც, მაუზერის. ბოდიში მეგობრებო, ამერია, ესეც გერმანულია. თავისი ასე ვთქვათ, ემბლემით, თავისი ყველაფრით. ესეც 200, ხო? ესეც $200 ღირს. აი. ესე. და ეხლა უფრო ავწიეთ თამასა მეგობრებო და გადავედით უკვე მესამე რეიხზე. აი შეხედეთ. აი შეხედეთ მეგობრებო ეს უკვე ნაღდი გერმანული ნაცისტების დროინდელი მესამე რეიხის ხიშდანა. დიდი ალბათობით ეს რქა არის ირმის ალბათ თუ არ ვცდები. ირმის რქა არის, აი ეს არწივი გამოსახულება. ნახეთ. ეს არის ეს არის ხო საპოლიციო სააღლუმე ხო სააღლუმე აქ თავის ემბლემა აქვს აი აქ ნახეთ რომაელი ჩაფხუტი ხატია რომ ეხა მეებში ვერ ვერკვევი ზუსტად მაგრამ მიხვდებით ვინც ხართ ამის მუშტარი მიხვდებით აი მეგობრებო ესეთი მესამე რეიხის ხიშდანა სააღლუმე არის საპოლიციო €1500 ღირს $1 ღირს ეს რაღაც ევროებში ვამბობ, მაგრამ $1-ია. აი ეს, მეგობრებო, ეს ხიშდანა. ორიგინალი თავის იმდროინდელი ტყავით. და ესეც. აბა დააგვირდით თავისი. და აი ეს მესამე რეიხის ასე ვთქვათ, სააღლუმე დანა, თავისი სვასტიკით, იმდროინდელი, თავისი არწივით. აი მეგობრებო. ესეც $1500 ღირს. ირმის რქით,
თავისი დამღებით, თავის წარწერით. არ არის გადაპრიალებული, როგორიც არის ისეთი არის, აი ხელში ზეთიც ხვდება ხელში. 1500 დოლარი. ანუ ეს ორი არის 1500, მესამე რეიხის. ესენი არის 200-ები და ესენი არის 100, ხო? 100-ები ეს და ეს არის 350. ფასებში რო იცოდეთ. ესენი მეგობრებო ყველაფერი იყიდება კერძო კოლექციიდან. ეჩქარება მიდის ქვეყნიდან და მაგიტომ არის ეს ფასები ჩემო მეგობრებო რომ ჩქარობს. ეხლა მინდა გაჩვენოთ აი ესენი ამის მანიაკები ვინც ხართ. ესეც ორიგინალია და ესეც ორიგინალია. ევროპიდან ჩამოტანილები ესენი მეგობრებო, იქ ნაყიდია. ფასები ამისი როგორ არის? 150 დოლარი. 150 დოლარი ესეც, 150 დოლარი ესეც. აქ წარწერები აქვს თავისი 1938 წელი თავის ხელმოწერით, ვინც ერკვევით ამებში მიხვდებით. შემიძლია ესე ახლოდან განახოთ. აი უკან წარწერები ესეთია. აი მეგობრებო. ესეც ნახეთ. დააპაუზეთ და ისე ნახეთ. აი ეს მეგობრებო. მაგრამ ამით არ ვთავდება მეგობრებო ეს ვიდეო, იმიტომ რომ გვაქვს ცესასროლი იარაღებიც, ანუ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ კერძო კოლექციიდან იყიდება ეს ყველაფერი, ეს ასე ვთქვათ, ხიშდანებიც და იარაღებიც საკოლექციო, იმიტომ რომ ქვეყნიდან მიდის ჩვენი მეგობარი და შესაბამისად ძალიან დაბალ ფასში ყიდის. შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ რა ღირს ევროპაში, რა ღირს აქ და ისე გადაწყვიტოთ. კაი, ეს ხიშდანები მორჩით. ეხლა გადავიდით ცეცხლსასროლებზე. კარგი მეგობრებო, ესე იგი. როგორც გითხარით ძვირფასო მეგობრებო, რომ კერძო კოლექცია იყიდება, იმიტომ რომ ქვეყანას სტოვებს ჩვენი თანამემამულე. სამწუხაროდ, რა ვიცი, ესე გადაწყვიტა, რომ უნდა წავიდეს. მაგრამ სულ არ მიდის ჩამობა, ხო ეგრეა, სულ არ მიდიხარ. ხო და თავის ამ უნიკალურ კოლექციას ყიდის რა, ეს ხიშდანები გაჩვენეთ მეგობრებო, მაგრამ სანადირო თოფების ისეთი კოლექცია აქვს, რა ვიცი რა. საქართველოში თითოეულას თუ ექნება რა. აი ეს მაგალითად მერკელის 303-ის კოპიოა. სამწუხაროდ ჩვენ და მეგობრებო, ესპანელებს აქვთ იმდენი კარგი თოფები და იმდენი კარგი ფილმი ჩვენთან არ არის ცნობილი რა. თუ ახლა ძალიან არ ჩავუკვდი, ძალიან არ დაგუგლე. ჩვენთან ძირითადად არის იტალიური, გერმანული და ეს ბელგიური თოფები. ეს არის არიეტა არანზაბალი, ხო? ეს გვარები იყვნენ, რომელიც გაერთიანდნენ და შექმნეს კრიზისის დროს შექმნეს ესპანეთში, ხო? ესპანეთში შექმნეს აი ესეთი უნიკალური ქარხანა და ეს თოფი ძვირფასო მეგობრებო, აი რა ვიცი როგორ გითხათ რა. ჯერ კაკალი ნახეთ როგორი კაკალია. მერე უბრალოდ გრავირებას შეიძლება შოქში ჩავარდეთ, ისეთი მაგარია. ვინც თქვას რომ ესპანელებმა თოფის კეთება არ იციან, ნუ არ ვიცი რა. აი 5 ნომერია მეგობრებო, ეს 5 ნომერია. მერკელის 303-ის სპორტული ვარიანტი არის. ერთ სასხლეტიანი. აი შეხედეთ 12 კალიბრი აქ ნახეთ ალბათ რომ 5-იანი აწერია. ანუ სულ ესეთი იყო 5 ცალი. სულ როგორ ანუ სხვადასხვა ანუ ერთ кейსში იდო 5 ცალი. 4 ნომერი საქართველოშია. ნუ თუ მაგალითად შეიძენთ ამას და მაინც ის 4-იც გინდა. დანარჩენი პირველი 2 საით არის? პირველი 3. ესპანეთშია ხო ისინი ხო? შეიძლება რომ ჩამოვიტანოთ ისინიც ხო? თავარია მოინდომოთ რა. ამის ფასი არის 5000 დოლარი. მეგობრებო, ამის ფასი 5000 დოლარი არის, მე თუ მკითხავ, ნაჩუქარი. 5000 დოლარი ამას ესპანეთშიც ვერ იყიდით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანას ტოვებს ჩვენი მეგობარი, მიდის და მაგიტომ ყიდის. ვინც ხართ ესე იგი მონადირეები, მიხვდებით ალბათ ეს რა თოფი არის რა. რა ვიცი, ლულები მეგობრებო, უიდეალურესი რა, ჩამკეტი, აი ამ ჩამკეტზე გიждდები უბრალოდ რა მერკელის, აი რაღაც აი რა ვიცი, შეხედეთ რა. შეხედეთ რა. და მინდა რომ ქართველმა იყიდოთ და საქართველოში დაარჩეს ეს თოფი და არ მინდა რომ ვიღაც უცხოელმა იყიდოს და ამდენი იშრომა კაცმა ესპანეთიდან ჩამოიტანა, არა რა ქანას ეხა, ნუ ფული ჭირდება და უიდეალურის მდგომარეობაში მეგობრებო, ლულები ეხა არ გამოჩნდება აქედან, მაგრამ მე ხო უყურებ, აი გადაპრა, აი რა ვიცი რა, ახალია ჩათვალეთ რა.
უიდეალურეს მდგომარეობაში ერთიანი სასხლეტით აი როგორია იცი აი საერთოდ აი რომ მიიდებ და გონია რომ შენზე არის გაკეთებული რა ეგეთია რა 12 კალიბრი კლასიკა სასაჩუქრე აქ რო გახვალ მაღაზიაში და იყიდი რაღაც ის არის რარიტეტული ეს სეთები აღარ გამოდის და ეს არის ყველაზე მაგარი კიდევ ერთხელ გიმეორებთ ამის გამაზვა არ იქნება ხო დაფები აქვს აქედან და იქიდან მეგობრებო ეხლა ბევრს არ ვლაპარაკებ ამ თოფზე იმიტომ რომ შეგიძლიათ დაგულოთ და ნახოთ ჩაულებრივად ესენი ამოდის და შიგნით აქ მექანიზმი ჩაულებრივად ჩანს ნუ მერკელი ვისაც გააქვთ და ვისაც არ გაქვთ და იცით ანალოგია არის ზუსტად გერინგს ქონდა ეს მე ხო გერინგს ქონდა გერინგი ნადირობდა ნუ ამით არ ნადირობდა ეხა ესო გერინგს უენადირა ამით ეს ეღირებოდა ალბათ 9 მილიონი მაგრამ აი ესეთი მაგარი თოფია მეგობრებო მაგრამ ამით არ ვჩერდებით მეგობრებო გამომართვი ეს და მომაწოდე მეორე აი უბრალოდ რა ვიცი რა გითხრათ ეს არის გედეერის ნამდვილი გედეერის აი საბჭოთა დროს რო გედეერი იყო აი ეს მერკელია 202-ია თუ 1-ია ეს 201 აი ჩვენი ბაბუები რო ნადირობდნენ ხო იცი ცეკას მდივნები მჟავანაძე და ასე შემდეგ რა აი ეს არის ის გედეერის მერკელი რა სუფთა სანადირო ჩამკეტი მექანიზმი იცოდე ეს ფეხზე ხო არ არის ფეხზე ყოფილა აი შეხედეთ ჩამკეტი მექანიზმი ნახეთ აწერია კიდევაც მეგობრებო გედეერი ნახე რა აი აქ აწერია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ლულები მეგობრებო რა ვიცი რა აი უიდეალური აი ახალ თოფს არ ექნება ესეთი ლულები რა აი პრიალი გაუდის აი ძალიან მაგარი თოფია ამის ფასიც რამდენი $1500 ძალიან იაფად ხო არ ყიდი მეგობარო მაშინ $1500 ძალიან იაფია მეგობრებო რა აი ხა დარწმუნებული ვარ ბევრს გაგახსენდათ ბაბუა რა ამაზე რა ძალიან მაგარია უიდეალურ მდგომარეობაშია 12 კალიბრი მე რამე ყვართ ის მერკელის აი ეს სხვილი აი სხვა არის რა გერმანია მიცის რა გამომართვის ეს და მომაწოდე შემდეგი აქ მაგ საოპერაციო მაგიდა და განვიხილე ეს არის ახალი ჩათვალეთ რა აი შეხედეთ მეგობრებო რა ვიცი საკოლექციოა აი არის ეს რა ვიცი რა არიეტა არანზაბალი ესპანური აია ეს არის 50-იანებში გამოშვებული 50-იანებში ნომერია აია ნომერი 1 აია ნომერი 1 მოდელი აია ნომერი 1 ესეც დაფებზია მეგობრებო დამზადების ხარისხი მეგობრებო არ ვლაპარაკ უბრალოდ აი ამას აი ამაზეც ხელით არის ამუშევარი აი შეხედეთ რა აი ხელში რო გიჭირავს რაღაც აი რა ქმნილებაა რა ძალიან მაგარია ნუ კაკალით შეხედეთ რა მდგომარეობაში აია ნომერი 1 სულ ახლები ლულა რა თქმა უნდა უიდეალურესია ამით არის სულ და პოსტა ედო ხა ესა და იდო აი უმაგრესია რა ხო მამამ გადააბარა შვილს აღარ უნდა და ყიდის მერე შეყიდე შენ და ჩამოიტანია აქ და ნუ ეხლა ყიდი ისევ შენ ანუ მეგობრებო იქ ესპანეთშიც და ზოგადად ევროპაში ესეა რომ ბაბუა როცა გარდაიცვლება იმის შვილს მერე აღარ უნდა იმ შვილიშვილსაც აღარ უნდა ეს იარაღები და ნუ ყიდიან რა აბარებენ მაღაზიებში და ყიდიან რა და იჩვენა მეგობრო მაშინ ესპანეთში იყიდა და ჩამოიტანა აქ თავისთვის კოლექციისთვის მაგრამ დღესდღეობით ყიდის იმ იმედით რომ უკეთესები გექნება კიდე აი ნახეთ როგორი გრავირება აქვს როგორი გრავირება აქვს უბრალოდ შეხედეთ რა ამის მეწყვილე არის მეორე გამომართვი ეს ნუ ეს უფრო მაღალი დონეა მაგასთან შედარებით ფერი არის სხვა არის ფერი სხვა არის დაფერო არის უფრო სხვანაირი ნახეთ და აი ეს რაღაც აი ხო გეუნებით რა მეგობრებო აი ხელს რო კიდებ ხო ასე გონია რომ შენთვის არის დამზადებული რა
უიდეალურესია რა. აია ესეც არის ტარაზაბალი made in Spain. ანუ ესპანური თოფები ჩვენთან არის ნაკლებად ცნობილი რა. და ძალიან ისევა და ბევრი რა მითხარი მაშინ ყველაზე ძვირად ღირებული ყანჩა რო ახატიაო რა ფირმა? გრულა. მე არ გამიგია, პირველად გავიგე დღეს გრულა. ანუ ყანჩასავი ტიპი ახატია, ანუ ის არის ჩათვალეთ რომ ესპანური პერდე ჰოლანდია რა, აი ძალიან მაგრამ მე არ გამიგია. არც მინახავს საქართველოში, თქვენ თუ გაქვთ და იცით, ძალიან გამიხარდება თუ საქართველოში ეგეთი თოფი არის, მაგრამ მე არ შემხვედრია სიმართლე გითხრა. ყოველთვის მომხოლმე რომ სწავლა არის სიკვდილამდე. ბევრი რაღაცა არ ვიცით, ვიცით ინტერნეტიდან, ვიცით ასე პრაქტიკულ რაღაცა ესე. ხელში ხა არაზოს არ მექნებოდა. ხეს აია მაგალითად რაღაცა შეიძლება არც დაყურებოდი რა, რომ და შევხედავდი რომ აი ესეთი არის, მაგრამ ესპანეთში თოფებია რა ვიცით მოურა. ერთი წასვლა ესპანეთში უნდა წავიდე რა. საგულაოდ კი არა. ხო, ჩამოვალ უეჭველი რა. იმიტომ რომ ვინც მივდივართ ახლა ბარსელონა იქნება თუ რა ვიცი, მადრიდი თუ ასე შენ, კატალონია იქნება თუ იქით. სულ მივდივართ რაღაც გასართობა, საგულაო და რაღაცა, მაგრამ ამ კუთხით მე ესპანეთი უნდა გავიცნო რა. უიდეალურესია ამის ფასი 5-ია. ორივე 5 ღირს ესე იგი. ეს წვილები ღირს 5000. ესეც 12 კალიბრია, ხო? ორივე 12 კალიბრი. კაკალი უიდეალურესი, აი ხელში რო გიჭირავს, აი კამფეტია რა. თან ამასთან შედარებით ხომ სუბუქია რა, რასაც აი მაგარია ძალიან რა. 5 არის ესეც. შემდეგი შემოაგორე. ხვდებით ხო ეხლა რა კოლექციონერია ხვდებით ხო ეხლა ამის პატრონი, ხო? Arieta. მოვიდა Arieta. რა ვიცი ხმერ თუ ჩემო შეხედე რა. ესეც მაგათი მეწყვილია, მაგათი ძმა არის? ბიძაშვილია მაგათი, ხო? ძალიან მაგარია რა, ხმერ თუ ჩემო. აი ნახეთ. არაფრით არ ჩამოუვარდება მეგობრებო გრავირება არც ერთ პრემიუმ კლასის თოფს, არც ჰოლანდს, არც პერდეს, არც სხვას, არც რა ვიცი, ბერეტას თუნდაც. უიდეალურესია. ესეც ხელით ნამუშევარია, სულ ყველაფერი აქ რა აწერია? რაღაცა აწერია ესპანურად. რაღაცა აწერია, არ ვიცი. აბა რა ვიცი თქვენ თუ გაარჩევთ მეგობრებო აქ. მეძიც ვკითხული ხა კამერაში მეგონი არ გამოჩნდება აი აქ. ეს ღირს $3,000. ესეც საკოლექციოა მეგობრებო და მინდა გითხრათ რა იცი რომ არა მარტო საკოლექციო, ეხა ეს მოინელებს რა ვიცი რა გითხრათ თქვენ თურქულ თოფებზე და რუსულებზე მithumedes აღარ მაქვს ლაპარაკი. ბევრი იტალიურს რა. ახალს. მესმის რომ კინას თავის რესურსი აქვს, ის ამ წესზე, მაგრამ აი ახალია, ლულებში რო გახედავ მეგობრებო, აი ახალია, სულ ახალია. არის როდენ ამითი რა ეს. შეხედეთ რა. ესეც 3,000 ღირს. შემოაგორე. შემდეგი შემოაგორე. უბრალოდ აი ეს თოფები მეგობრებო ხელიდან გადაშვები არ არის რა. მოვიდა. აბა გუსტავ. აი ეს რა ვიცი ხა მეგობრებო საქართველოში მე არ მინახავს ეს თოფი სიმართლე გითხრათ რა. 6.5-55-ზე მაუზერის კალიბრი. უბრალოდ ჩახმახი, აი აქ ნახეთ. კარლ გუსტავი, ხო? კარლ გუსტავი. ეს არის შვედეთის სამეფო ოჯახი. ნუ შვედეთმა დაუკვეთა, ნუ ჩვენ ერკინეთ გააკეთოთ, ხო როგორც? აი ეს პარვიცემულები. აი ამას ურახუნებს ჯიგარი. 6.5-55. ჩვენთან ეს წყვილები იყიდება. არ იყიდება? იყიდება, მაგრამ ნუ რაღაც 6 და 5 რა, გრინდმორის ვარიანტია რა, ეხა ეს გრინდმორი არ არის იგივე ეხა ესა. ხო, გრინდმორია. ხო, იგივეა გრინდმორია, ჩვეულებრივი არის. არის ამის წყვილები, გრინდმორი არის. უზუსტესია მეგობრებო, ეხანდ ანუ სნაიპინგის ბიჭებს, პრეციზიული სროლის ბიჭებს მოვიკითხა, ოთოს და მის კომანდას ბიჭებო გაგიმარჯვოთ. ეხა გამახსენდა უბრალოდ რა გრინდმორი რო იმას ქენი რა ქვია, თქვი უიდეალურეს მე მაქვს ნასროლი ეს 700 მეტრზე, რა ვიცი რა, 700 მეტრს რა ვიცი. დავსვი, რა თქმა უნდა, თოფი ხა სპორტული იყო და მაგიტომ, მაგრამ 700 მეტრზე ამით კი ისვრი, მაგრამ თუ თორე დაინახოს ამიზნე. ხო და ის ოპტიკით ვესროლე. ხო და უიდეალურესია მეგობრებო ეს რას მეუნები?
ამას ამბობ. ნომრები 3 კილომეტრი ურაფა. კი მიფრინავს, თავარი დაინახო შენ იქ რა არის თორე. ესა თქმა უნდა. კლასიკაა რა მეგობრებო ეს რა. მაგრამ ამის მუღამი ხა რა არის? მე ესე უყურებდი რომ ჩახმახი მაუზერის ახლა ცნობილია, აი წინ უკეთია მეგობრებო, ასე ვთქვათ, ხრახნი აქვს რა და რა ვიცი, მაშინ მაყუჩები რატო არ იქნებოდა, ან მაყუჩი იქნება, ან ხელყუმბარას რო ისროდნენ დაახლოებით, არ ვიცი, შეგიძლიათ შემისწოროთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ფუჭვაზნას დებდნენ, წინ უკეთებდნენ, მაგრამ მაგ დროს ეგეც იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმიტომ რომ წინ აქვს, აი შეხედეთ, წინ ამას აქვს ხრახნი და აშკარად რაღაცა უკეთებოდა, ან მაყუჩი უკეთებოდა, ან ხელყუმბარის სასროლია რა. აი უიდეალურეს მეგობრებო, რა ვიცი რა. შვედეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა მეთქმა. ეს ჩვენ თავრობას არ მოწონს უარა. ეკონომიკური კრიზისი აქვს ხო და აი უიდეალურესია. მექანიზმი აქვს. ხო. სტატენის დროს შეიძლება დაუშვო. ხო. სხვა მაუზერს არ აქვს, მარტო შვედურს. კა 98-ს ეგ არ აქვს, მარტო შვედურს აქვს. მოშინდი. ანუ ესე იგი ჩვენ ხე ესო დავტენოთ, მოდი გავაკეთოთ, ხო, პრობლემა ხო არის გავაკეთოთ. მეცადე? ჩაწია აბონა. ამოწეულია უკაცრავად. დაგვერდი უკან სათითურს გამოწეული რაცა. დაიგავე ასე ფერზე და ცერატიტი ზემო. ამას ამბობ, ხო? და ეს. არა, ეგ იყო. ამით უშვებდნენ ნელა? აი ხა გამივარდა ჩათვალე. ანუ ეს დამუღამებული უნდა ქონდეს რა. ხა გაგივარდა ჩათვალე რა. არა, გართხმა სხვა. იდეალურესია რა. კარლ გუსტას ესე აწერია. რომელი წელია წერია? 1906. მაგრამ ლულა არის იდეალური მეგობრებო. საკოლექციო იდეალური. აბატონ. შემოაგორე შემდეგი. ფასი არ მithავს. თავარი ფასი არ მithავს. ხო, ამას მეგობრებო უფასოდ გატანთ. ამას მეგობრებო იმეებს თუ იყიდით ყველას ამას უფასოდ გატანთ. რა არის ამის ფასი? მოსულა. ამის ფასი არის 2. 2 და 2. 2 და 2 მეგობრებო ამის ფასი. აბატონ. ეს ტყუები ცალკე ჩადე, როგორც გქონდა შენახული. აბატონო. ძალიან გული კი მწყდება, მაგრამ შენ უფრო არ წდება გული ხა მე ვსოყიდი. არიცი. როგორ წდება გული, როგორ არა. აბატონო. შემოაგორეს მორიგი. ესეც ესპანურია, ხო? არა, ეს ჩეხეთის გერმანია რომ ამზადებდა. ჩეხეთში რო ქარხანა ქონდა? ჩეხეთში რო ქარხანა ქონდა გერმანიას ეს არის. მოდელი 24 მაუზერი. ნეტა მაუზერის რამდენი მოდელი არსებობს, თო? მაგრამ აი ეს მაგალითად, აი ესა ყველას ერთნაირი რა, ეს მაგალითად. ერთნაირი აქვს რა. უიდეალურესია რა. მაგრამ ის მაინც სხვა დონე იყო რა. წეღარამს მეჭირა ხელში. აი სხვანაირი იყო. ის მე მგონი რა არის, ის იყო სნაიპინგი. ესეც მოხრილი ქონდა. უეჭველი წინის იყო მაყუჩის რა, უეჭველი მაყუჩის იყო რა. უეჭველი მაყუჩის იყო, თან რაზე უფრო სხვანაირი არის უფრო და ეს მით უმეტეს ხა ეს მაგითო ხონდა მოღუნული რომ ოპტიკაზე ხელი არ მაუზერი არის ყველაზე მაღალი კლასის ხო? სხვა დონეა რა. ამის ფასი რა არის? ამის ფასი 1500. ამის ფასი $1500. კალიბრი კი არ მithქობს ამისი. კალიბრი მაგარი 7.47. 7.47. მაგარი, აი კონკრეტულად ეს ეგრეთ წოდებული მუშკაცელი კი რუსულად რო თქვათ რა, კორა და სამიზნე რა, იდეალური აქვს რა. აი ეს კორა არის რაღაც ფანტასტიკა რა. აი რა ვიცი რა, აი მეგობრებო შეხედეთ უბრალოდ რა, აი რა ვიცი რა, ამით როგორ უნდა აცილო რა. მაგიტომაც არ ასთენე. ხო, ხიშტი დამავიწყდა. იმდენი რაღაცა მოიტანა, რომ უკვე ავიჭერი. იმდენი რაღაცა. თავისი ხიშტი. ის ხიშტები ცალკე იყო, ის ამისია.
შეხედეთ. ამაზე იქნება ხა წამოსული რაღაცები გუიჭველი. ეს რა მითხარი ამის ფასი? 1500. ეს მოყვება 1500-ში თუ არ მოყვება? მოყვება. 1500-ში. აღარ გავუკეთებ ეგრევე ხა ეს იცით როგორ კეთდება ეს უმარტივესია. კაი, გავაგრძელეთ. შემოაგორე შემდეგი თუ დავისვენოთ. ერთი დარჩა? ამ სტილის ერთი თუ დარჩა მოაგორე კიდე. ესე იგი ჩვენ რო დავთვალოთ სულ რამდენი აუ ეს მევასება რა. აი ეს მაგონებს ხოლმე სულ ფორმით. მაგონებს რაღაც აი ფილმებში რო არის, ხო იცი, საუდის არაბეთში რო არის, სანამ დაარსტან. ავღანეთი დუშმანები ასე თქვა, აი სუ ეს არის რა, აი ამ იერაღზე ვიждები ისე მიყვარს რა, ისე მევასება რა. თავისი რატო იცი, რაღაც ფილმებიდან როგორც მაუზერი არის, რაღაც ლეგენდა, როგორც პარაბელუმი, როგორც რა ვიცი, ბევრი თოფები, ესეც მიახლოებით ეგ არის რა. აი რაღაც სხვანაირი აურა აქვს რა, აი რაღაც სხვა ტიპია რა, აი ნახე რა. რაღაც სხვა ტიპია რა. ამას აქედან ძრება ხო ეს ხო ნახე? მაგარია. ამა 10 ჩადის? ეს მეორე თავის მეორე მოყვება. ეს რა 308? თუ რა არის? 303 ბრიტიში. ბრიტიში. ამის ტყვები არიან და ჩვენთან? რატო არ იქნება? იქნება. არა. შენთან არის ხო? რატო იცი? რაც უფრო ის არის, რა ქვია? არა, ეს ნახე, სხვა ტყვია. აკას თავი კი აქვს ისე. ზუსტად აკას თავი აქვს, რა პასად ქვემოთ არის სხვა. წვეტი აკასი აქვს, რა გეუნები სიმაღლეს რა. აკა ისე იგი რა, უღოდ გძელია ეს უფრო აკაზე რა. დენტიმეტია კი, მართალი ხარ. მაგრამ აი ამის კორაზე რაღაც ტიპია რა, ხერაჩი. ძალიან მაგარი. თავისივე რემნით მეგობრებო, აუ რა თოფებს ყიდი პროსტა. ხო, ერთოჩი უნდა მოინანიო შენ. ეს უნდა მიხვიდე და მოყვე ახსარებაში, შენამდე რაღაცას უყიდი. აუ რა მაგარია. ამის ფასი რა არის? აი ნახე ამის ჩამკეტი რა მაგარია თო, ნახე. ეს რა მაგარია, აი. რა მაგარი ჩამკეტი აქვს ნახე ფეხზე. ეს უკან გამომიგდო, ეხლა თუ თვითონ გამოვარდა? ბოლომდე არ მქონდა, მოიცადე? ბოლომდე არ მქონდა, მართალი ხარ. მეთქი ხე ეს ტექნოლოგია, ეს თუ მივწია და თვითონ გამოვაგდო, მეთქი. აუ იდეალური კანფეტია ესეც რა. მუშკა ნახეთ რა მუშკა. თავისივე აქ საპენლია აქ? ხო, საპენლი აქ უეჭველი ხამას თითარ ჩავუყო შიგნით, ხო? ჭხილი უნდა ჩავუყო შიგნით. ხო, მოყვება ორი ჭიდი, ერთი და მეორე, თავისი ხიშტით. ესე სხვა ხიშტია, ხო, ამის ხიშტი არის. მაშინ რო ხიშტები იყო, ის წეღა რო გაჩვენი ის ხიშტები არ არის. აუ ნახეთ. ამის ფასი რა არის? $3000. აუ ძალიან მაგარია რა. თოფების კოლექციონერი ვინც ახართ მეგობრებო? რა ვიტო? აი ხა ამის, აი ყურე, ხო რაღაცა ყველა თოფი ხომ მოგწონს, მაგრამ ეს და აი შვეიცარიული, შვედური ბომბა ორივე რა. რატო იცი ხალხო აი ეს როდის გამოშვებულია, წარმოვიდგინე და დღემდე. ხო და მაგას გავლენს 915 შეიძლება გამოვიდა, მაგრამ კიდევ უფრო ადრე იყო შექმნილი შეიძლება რა. არა გამოვაგდო რო გადახსენიტო. ესე იგი ყურე ხეს რო აწევ აგდებს. ხო და ეს დაემთხვა ეთყობეს რო გადავწიე მაგრას. არა მაგარია თო. და შეადარე ხა რუსულ ჯღან მოსინს ესე იგი. მაგათი ჯიში მე. კამფეტ. ანუ ამით დავამთავრეთ მეგობრებო ეს ასე ვთქვათ ეს ხაზი, მოდი ასე ვთქვათ. დავიღალე უბრალოდ იმდენი აი დავიღალე ემოციით დავიღალე, ისეთი მაგრებია რა. ესეთი მე არ მისვრია.
არც ვიცი, აი ეხა პირველად მიჭირავს ხელში ეს. მაუზერი კი, მაგრამ ის შვედური არა. არც ის არ ვიცოდი მე, აქ საქართველოს თუ ქონდა შეიძლება ვიღაც ქონდა, უბრალოდ რო უყურებდი, მეგონა ან ჰოლანდი ეჭირა ხელში ან რაღაცა რა, რა ვიცი. არა, ესპანეთში უნდა ჩამოვიდეთ, სხვანაირად არ გამოვდის. გამომართვი. მოკლედ მეგობრებო, რა გითხრათ რა. ვიდეოს თქვენს უყურებთ. ხო, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი ახლა ხა ახალი ვიდეო ვიხილო თქვენ პირველებმა. კიდე იმასაც გეტყვით, რომ ივაზე მივდივარ ახლა გერმანიაში. იცით რომ მაღაზიას ხსნით ძალიან მალე. უბრალოდ უნდა შევივსოთ მეგობრებო, პროდუქცია უნდა ჩამოვიდეს და ჩემო გამომწერებო, რა ვიცი, ყველას გელოდებით ჩვენთან ჯიგრულად იქნება ყველაფერი იქნება ისე როგორც ჩვენ გვეკადრება. თავარია რომ შევისოთ, ჩამოვიდეს პროდუქცია და გავიხსნებით მაშინ ალბათ ზაფხულის დასაწყისში, გაზაფხულის ბოლოსკენ. ესე გვა გეგმაში, უბრალოდ force majeure-ს ვითვალისწინებთ მაინც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა, როცა უკვეთავ ქარხანა იქნება ეს რომ სხვა კონკრეტული ფირმა ამზადებენ უკვე შენთვისა და ამას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, გარდა იმისა რომ მე რომ ჩამოვიდეს ბალისტიკები გაატარო და ასე შემდეგ. ნუ ბევრი ნიუანსია, მაგრამ თავარი არის რომ მალე გავიხსნებით და ყველას გეპატიჟებით, თარიღს გეტყვით. კარგი. ეხა დავაპაუზოთ, ცოტას დავისვენებ, წყალსდავლე პირი გამიშრა და გადავდივართ აი ბოლოსთვის რო შემოგინახეთ, ხო იცი, სუყე ნაჭრები, იმიტომ რომ უნდა გადმოვაწყოთ ეხლა რა, აი აქ პატარა ოთახში ვერ ვეტევით რა, ჩვენზე ანუ მაცივარი და მაცივარი მაგიდა ტოფებში ვარ სულ. დროებით პაუზას გავაკეთებ. დაგიბრუნდებით. მოკლედ ძირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ საკოლექციო იარაღების გამოფენა გაყიდვას, ასე ვთქვათ. ჩვენ მეგობარი ტოვებს ასე ვთქვათ საქართველოს დროებით მიდის ქვეყნიდან და ამ უნიკალურ კოლექციას იდის. თქვენ წინაშია მეგობრებო, აი ესეთი кейსი 1900 წლამდე შეკერილი მერკელის თავისი ორი ლულით არის ეს მეგობრებო, აი მეორე ლულად შემიძლია რომ გაჩვენოთ. აგდევს ესულა 12 კალიბრია ესულა 16? 16 ბოდიში 16 კალიბრია. აღარ დავაკვირდი 16-ია. ორი ლულით არის ეს პატივცემული მერკელი. ეს თავისი. მაგრამ თავარი მუღამი ამისი რა არის. მოდი ეს გადავდოთ გვერდზე. ეს кейსი ამისი რო არის, ყველა ვნახეთ უკვე. ეხლა ვნახოთ ვისი შექმნილია. ეს არის მეგობრებო ავსტრიელი მეიარაღის შექმნილი, აი ეს თავის ფოტო. მთელი თავის ასე ვთქვათ შთამომავლობა რო იარაღებს აქვს მარტინი ქვია, მაგრამ გვარი ვერ გავიხსენეთ მეგობრებო და ChatGPT-ს ჩაუგდეთ ეხლა ეს ფოტო და ამომიგდო ზაზანაცვლიშვილი არისო და აშკარად არ არის ზაზანაცვლიშვილი ეს. მარტინი არის ეს მეგობრებო და თავისი აი ეს ხელში უჭირავს აი ეს ეწოდებული შტუცერი რა. თქვენ თუ იცით ამ კაცის სახე უბრალოდ გვარი იმის ბაბუის არის გაკეთე ბაბუა მისმა გააკეთა ეს კონკრეტული ბაბუის ბაბუამ შეიძლება ეს კონკრეტული თოფი. აბა ნახეთ მეგობრებო როგორი მერკელი ბიძია თავისი სამიზნით. ეს რა სამიზნია ვერ ხედავ. ცეისია თუ რა არის? ხალისი ყოფილა. ვიენა აწერია. როგორი სამიზნეა იცი აი. ეს არის სუფთა, ასე ვთქვათ, სარეკის იარაღი რა, ზაგონს რო ვეძახით რა. ზემოდან არის მეგობრებო 16 კალიბრი, ქვემოდან არის 6.5 გრინდმორია, ხო ესეც ხო? 6.5. 57-ზე, 57-ზე. აი ესეთი უიდეალურესია მეგობრებო. არ დაგავიწეთ რომ მეორედაც მოყვება თავისი кейსით. ანუ შეგიძლიათ ჩვეულებრივ ინადიროთ ფრინველზეც ამითი და თუ მაგალითად ნადირზე გინდათ ამის მუღამი ხა რა არის. ამას როცა მოხსნით და გინდათ რომ ქვედა მაგალითად კარაბინის როლით ამის ფეხები ამოდის. ახლა ვინც იცით იარაღების ერკვებით ხვდებით სამიზნეების კორასო დაუმიდოს სამიზნეს ორივე ფეხი ამოდის. აი ამის გადაწევით. რახან ახლა უყენია ასე ვთქვათ ზემოდან ოპტიკა. ეს უფრო კოლიმატორია ვიდრე ოპტიკა.
გადიდება იმდენი არ აქვს, აი ესეთია რა, რაც არის. ქონი გადიდება უყურე, თუ ეს როლაქსი არის, ვიცოდი. გადიდება არა. აი ესეთი კამფეტი იყიდება მეგობრებო, ამის ფასი $3000. თავისი кейსით, თავისი მეორე ლულით. 1900 წლამდეა გამოშვებული მეგობრებო და იდეალურია ლულებიც ქვემოდან ასე ვთქვათ ხრახნი ეგრეთ წოდებული ნარეზიც უიდეალურესია, არ გეგონოთ რომ ანუ არის როდენ ამ თოფებიდან მიკვირს ესეთ სადიშოო ესეთ თოფებიდო. აი ნახეთ. ესეთი მაგრესი და უკარგესი შტუცერი. რა შტუცერს გადის ეს შტუცერში რა. სამულაც რო ქონდეს აი ის გვაქვს ხო შენახული ის თავარი შტუცერი იგველოდება. ეგონ ის არის საფარი მინა რა. ის არის მინა საფარი რა. ის არის დიდ ხუთეულზე სანადირო და მოთმინებითა თქვენითა უნდა მოიცადო ცოტა და იმასაც შემოვაგორებთ. ჯერმანამდე რაღაც მაუზერები დაგვჭირდება აქ. $3000 მეგობრებო, აი ეს თოფი თავისი кейსით. მომიბარემ кейსით ვაჩვენოთ. აი ეს თავისი кейსით მეგობრებო, თავის ტყავის кейსით. თავისი მეორე ლულით. კაპრიალებული ლულები აქვს. ეს აქ დავაფაროთ თავისი. კაი, შემოვაგოროთ შემდეგი. ხო, აი ესეც მოყვება მეგობრებო ამას. წერან გავამზადე და ამავე ხელზე გასაკეთებელი ეს რომ რაღაცა თავის მოღამები აქვს რა. აი ამას ისვრის ქვემოდან. ეს ხოსხონერი თავი აქვს. ნუ გიდმორია რა. აბატონო. ეს გამომართვი. ესეც და გეხვეწებით თუ იცანით ეს კაცი ვინ არის? მარტინ არ ვიცი ვინ არის. ავსტრიელი მეიერარი. ეს ცოცხალია ხო დღესაც ხო? მუშაობს ხო? ვაი, მე მაპატია მარტინი ბიძია. აი მოვიდა ნაღდი შტუცერი სამლულიანი. რილინგი ეგრეთ წოდებული. მე თუ რა არის რა ხარ, ვინ ახარ, ვინ შეგქმნა? ღმერთოჩი. სამი ლულა. ქვემოდან ხრახნი. ხედა. ზულ. ძალიან მაგარი. ესი უ ეიჩი და ელი. ძალიან მაგარია რა. 12-იანებია ზევით ხო? ზემოთ 12-იანი და ქვემოთ ესე 765. აუ მაგარია რა, კამფეტია რა. თავის გადასართულები ნახე გვერდზე როგორ აქვს. აქედან მხრიდან მოვადრიალო. უიდეალურესია რა. ეს არის რომ ასიც მეგონი კაი დიდი ხნის გამოშვებული იქნება, ხო? რომელ წლებში არ აწერია, ხო? შეიძლება ზედა არის, შეიძლება დამღა დატანი. დაშლა უნდა ხა მეგობრებო, ამას აღარ დავშლი რა. თუ უნდა დავშევოთ მაინც. საერთოდ ეს ლუტვაფეს დაიწყო. GDR-ის არის რა, GDR-ი აწერია, უყურე, GDR. ესე იგი ეს აქეთ არის უფრო რა. ეს არის უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უყურე, made in GDR. აი ეხა წავიკითხე აგერ აი. აი თუ იმეს ესეთი იარაღები გაქვთ მეგობრებო, ეს არის საბჭოთა არმიის მიერ ნაალაფარები ჩამოტანილი მერე ვასლიმ ჟავანაძეს დაიძველია ეს შევარნაძეს არ უყვარდა ნადირობა, მაგრამ აი ბრეჟნევს და ამებს ძალიან უყვარდათ ნადირობა და ძირითადად ეგეთი გერმანული თოფები ჰქონდათ იმათაც რა. მაგრამ ამის მთავარი ხიბლი რა არის მეგობრებო? გარდა იმისა, რომ აქვს ესე იგი 12 კალიბრია ზემოთ და ქვემოთ კარაბინის ისვრის, არის მოყვება აი ესეთი მეორე ლულად, აი ესეთი რაღაცა რა ვიცი თუ ვინმე ეს გააქვთ ღმერთმა გაგიმარჯვოთ, მაგრამ აი შეხედეთ რა. ჩადებ 12 კალიბრიანში, ლულაში გავუშვებ და აგერ მიდის 22-ია ხო ეს? მაგნუმი მიდის 22, შეხედეთ. ანუ ეს გაფორმებული არის უკვე ორ ლულად. ანუ ფაქტიურად შენ აქ გაქვს 3 ლულა. 3 ლულა გაქვს, 2, ასე თქვათ.
12-იანი, ერთი ქვემოთ კარაბინი და ერთი კიდე, აი ეს გეკო. თან რა მაგარია, ჩადი და ზუსტად იქ ურტყავს რა. როგორც ამას რამე მიმართულება აქვს თუ როგორც არ უნდა ჩააცურო მაინც. და თავის ეჯექტორიც აქვს, შეხედე ამოსაბდებით, თვითონ ის ეჯექტორი აგდებს. რა მაგარი რაღაცა ნახეთ მეგობრებო რა. გერმანელები არიან რა ვიცი რა. 22 ვინ მაგნუმი. ეს ჩვეულებრივი მაგალითად ნებისმიერ ცხოველზე ინედრით მთავარი გასცხო კარგად. კურდღელი გინდა, შველი მაგალითად მგელი, რა ვიცი. მაგნუმი საკმაოდ ისეთი ნუ ეხუმრებით ამას, არ გიგონოთ რომ ახლა პატარა ხა ელირზე ბევრად ძლიერია ეს. ამის ფასი რა არის? ნუ ეხლა თავში თუ მოხდეთ დაცვაც მოკლავს კაცო. ამის ფასი რა არის? ამის ფასი მეგობრებო არის $5,000. $5,000 იყიდით ერთ თოფსაც, მეორე თოფსაც და ქვემოთ მე-13 ანუ ეს რო კარაბინის ყიდვა აღარ გინდა. ანუ არც მაგნუმი, არც 22 მაგნუმის ყიდვა გინდა, არც 12 კალიბრიანის ყიდვა გინდა და არც იმის რა ქვია, კარაბინის რა. კალიბრი გამახსენე 6.65. 7.65. იდეალურესია, მეგობრებო, აი ეს. 5,000, ამასაც кейსი მოყვება, ხო თუ არ მოყვება ამას кейსი? кейსი აქვს ამას თავისი? ხო, რაღაც кейსი მოყვება. ანუ ისეთი ტყავის როგორც იმას, ისეთი არა აქვს. კარგი. გამომართი მეგობარო. აი ესეც, ეს არის ძალიან მაგარი რაღაცა რა. აქვე შეგახსენეთ მეგობრებო, რომ უნდა გამოიწერო აუცილებლად ჩემი არხი და ახალი ვიდეოები იხილოთ თქვენ პირველებმა. ეს ვიდეო ძალიან დიდი გამოვა, იმიტომ რომ მინდა რომ ერთ ვიდეოში ჩავატიო რა. ნახოთ როგორ იქნება მონტაჟის თუ ძალიან უსაშველო არ იქნა ეხა. შეიძლება ოღონდ ნაწილად გავყოთ. გამომართი. და ბატონი მაუ ძედუნი არა, მაუზერი. თამას მოვიკითხავ ამერიკაში, იმიტომ რომ ესეთი მაუზერი აქვს, თან 2 აქვს. ის 308 ჩემს მერე იყიდე და ის მოვისროლ რო ჩამოვალ აუცილებლად. უიდეალურეს მდგომარეობაში. ეს ახალია ფაქტიურად არა? ნახე რა. მაუზერი. ხო, ამის კალიბრი არის 30.06. იდეალური ვაზნა არის. ნადირზე სანადიროდ. თავისი ასე ვთქვათ, ჭიდით. აქამდე 5 მიდის ალბათ, მეტი არ ჩავა აქ. მაგრამ უყურე ამას ნულა ეცვლება, უყურე 6.5-55-ზე, 6.5-57-ზე მიდის. 6.5-6.5 RWS-ია, 25.06, 270 ვინი, 7.64, 30.06, 8.57 IC, 8.5 63 და 9.3 და 60. ესე იგი, ანუ ეს არის ყველაფერი მინდა. ლულა უნდა უცხოლო მარტო რა. გერმანელები არიან. ახლა რა მოგრაშდება ეს. გენელმა შეიძლება ამათ მოპარა ხო იცი ეს. არ არის გამორიცხული. თავისი სამიზნით. გერმანული სამიზნია ნორკონია, ესე ქვია. იცი, ჯერმანი. ლუქსუს ესე წერია. იდეალურ მდგომარეობაში მეგობრებო. ნახეთ. 30.06 თავისი მაგარი საკიდით. ამის ფასი რამდენია? სულ ყველაფრით. 3.5. 3.5-ია მეგობრებო ეს მაუზერი. კამფეტ. მაუზერს მე მაგალითად ამას მოხსნიდი რა. რაღაცა. შეთქვეინება მეგობრებო, რა ამას ისეთი ფეხი. 2 წამია გადაწევ, ეს არის უიდეალურესი. თუ ხო არ გონია რომ აირიოს ან რაღაცა. დააყენებ, სუსტად იგივე ადგილას გაარტყავ რა. და ისეთი მაგარი, ასე ვთქვათ, კორა და სამისე, აი მიყვარს რა. გერმანელები მიყვარს. ბაბუა მომიკლეს, მაგრამ ასე წამოიღო მაშინ. ტექნიკა მაგარი აქვს. ნაცისტურ გერმანიას ვერ ვიტანთ, ეხლა მე გერმანელებს ვენაცვალე. და მეგობრებო, ეხლა არის გრან-პრი. გრან-პრის გრან-პრი მოდის რა, არ ვიცი მეგობრებო, რა ვთქვა ამ თოპზე, რა ვიცი რა. მიხარია რომ მე ეს თოფი შემხვდა წილად რომ ამ თოფზე გადამიღო ვიდეო. არ ვიცი საქართველოში გააქვთ კიდევ იმეს ეს თოფი, არა გააქვთ, თუ გაქვთ
დაწერეთ კომენტარებში გამახარეთ ძალიან. აი ეს თავისი кейსით მეგობრებო. ბამბარაბამ. რა ვიცი, რა გინდა, რამ შეგქმნა. ვინ ახარ? რა ვიცი, აბა. რა ვიცი, რა გითხრათ მეგობრებო. ეხლა რა მოგიათ თქვენ გონიათ რომ ჩვეულებრივია, ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ეხლა ეს რომ ამოიღო ჩვეულებრივი მორიგი რაღაც ორლულიანი იქნება, ხო? ღმერთო ჩემო. მოდი ამით დავიწყებ ჯერ რომ მუღამში შეხვიდეთ რა. საფარი მეგობრებო. ამას შეხედეთ 458 ამას შეხედეთ ეს მაქვს მენასროლი ლისზე მაშინ სანამ ამას გეუბნებით ერთი რა ვიცი 15 წლის წინ ჩვენ მეგობარს ქონდა ეს კალიბრი გამავთხილა რომ ვასკაო მაინცო იცოდეო რომ ლავიც ცოტახანი გეტკინება და მეთქი მოიცა რა უნდა დაწოლილმა ვესროლი მეგობრებო 2 დღე დაბუჟებული მქონდა მკლავი თან ეს უკან რეზინი იმას არ ქონდა რა აი ეს რასაც მოხდება აი ეს მიფრინავს წარმოიდგინე აი ეს თავი რაც არის აი ეს ტუია შეხედა ამხელა ეს არის დიდ ხუთეულზე სანადიროდ ეგრეთ წოდებული საფარი სპილო ლომი მარტორქა რა ვიცი სპილოზე აგზარული იდეშნები მათ მაგრამ ნადირობენ ვეფხზე რა ვიცი მეგობრებო ეს თუ რამეს მოხდა რა მითხარი რას ვესროლეო ხეს ესროლე ხო რაღაცას ხო ჯირკს ხო და გადახსნა აყვავდა გაზაფხული მოვიდა ზამთარში ისე გაფურჩქნა აი მეგობრებო ეხლა განათებთ ამის ლულას ამას შეხედეთ მეგობრებო ამის ლულა ოდ მძიმეა რა აი მძიმეა რა როგორიც უნდა იყოს შეხედეთ ამას შეხედეთ ისინი ჩავაწყოთ და ავაწყოთ გამომართვი გავასწოროთ ეს ჩვენი ღმერთო ჩემო ეს რა არის მიცადე ხა თუ სწორად ავაწყე კაია ისიც ნახეთ რა ნამუშევარია ღმერთო ჩემო ამა შეხედე რა უჩი ბიჭო ნამუშევარ შეხედეთ ხახო ეს რა ვიცი რა გითხრა თან ესე დაფერვა ძალიან მაგარი დაფერვა აქ რა ღმერთო რა მაგარია აქა წერია ოცა ვიქტორ ნახე რა წერია სარას ვიქტორ სარას რა არის სო კეტა ესე არის ვიქტორ სარას კეტა ესეა ვიქტორ სარას მოკლედ უყურე სარსო ესე არის ბოლოში სარსო ვეტერ სარსო ვეტა ესე იკითხება კ არ ჩანს აი მეგობრებო ესპანელები როგორია ჩვენ რო რაღაცა ისეთი ვერ არიან იარახშიო კარგად თუ ძალიანაც ვწდებით აი ახაც წერია უიდეალურეს მდგომარეობაშია ორი სასხლეტით მექანიზმი ჰოლანდის რა თქმა უნდა ну ეს არის ჩათვალე ესპანური ჰოლანდია რა არანაკლები მეგობრებო ნამდვილ ჰოლანდზე რა საერთოდ ტყუები არ მიყვარს ხოლმე როცა იარახთან მაგ ამბავი აი შეხედეთ რა აი ძიმედი ხურება რა უშე აუ რა არის ეს შეხედე რა თამ ძიმეა რა აი აბა ხომ უნდა გაუძლოს ახლა ამ ხელა ლულა თუ ამ ხელა ვაზნას შეხედეთ ამ ხელა ამის ფასი რა არის
აი როგორ მითხეცი ფასი თითებით მანიშნა და რა უკნავას ხო ეგრეა უძმაო და $10,000 იღებს ეს. სასაჩუქრად არის იდეალური. ანუ თუ შენ გინდა რომ ორიგინალური ტიპი იყო და სადაც მაღაზიაში არ გინდა რომ აი ნებისმიერ ხო შეუძლია მაღაზიაში შეხვიდე და აი რატო ფასობს საკოლექციო იარაღი რა? ყველა არა, ყველგან არ არის. ანუ რო შეხვიდე რაღაც მაღაზიაში ესენი მაგალითად ყველა მაღაზიაში რო იყოს ესეთი ფასი არ იქნებოდა. რაც არის შოვება, რაც ძნელად დასამზადებელია, რაც უიშვიათესია, მაგას აქ ფასი მარტივია. ასე რომ ეს ღირს $10,000. მეგობრებო, ტელეფონის ნომერს მე მივანიშნებ ჩვენი მეგობრისას ქვემოთ. და დაურეკეთ. და შენ უნდა უპასუხო, მაგრამ წინასწარ გეუნები ხა. ესენი ახლა ვისაც უყურებენ ჩემი ჯიგრები, გამომწერები აქ რო არიან. 42,000 გადავცით მალე თუ 42-მდე ვართ რა და. ჩათვალე რომ ერთი უნდა იქირაო შენ დივანი. და იმან უნდა უპასუხო, სწორი აგაფეთქებენ. დამიჯერი აგაფეთქებენ რა. უფრო დეტალურად მეგობრებო გაივლით თქვა სახელი. ამ ნომერზე გაივლით, მოდი სახელს არ ვიტყვი, ადამიანის სახელს არ ვიტყვი. აი უთხარით რომ ვასკას ვიდეოს უყურეთ და ესა და ეს იარაღი გვაინტერესებს, ესა და ეს ხიშდანა გვაინტერესებს და ასე შემდეგ რა. ძალიან დიდი ვიდეოები გამოგვივიდა ეს მეგობრებო, მაგრამ როგორ მინდა იცი რომ აი ეს თოფები რასაც ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, არის თითო გადაცემა უნდა მიუძღვნოთ თითო თოფს მაგალითად, მაგრამ ამდენი დრო არც მე არ მაქვს და არც პატივს ამოწ. ასე რომ ესე უცებ მოხდა ეხა რა, ექსპონტად დამირეკა რაღაც, იმიტომ რომ წინაზე რო იყო ჩამოსული, მაშინ ვერ მოვახერხე, გადაღებები მქონდა და ეხა უარი უბრალოდ ვეღარ ვთქვი და თან დროც მქონდა და მოვიდი და გადავიღე რა. ასე რომ სულ ეს იყო დღეისათვის ჩემო მეგობრებო, გამიხარდება თუ ეს იარაღები საქართველოში დარჩება და ქართველები შეიძენენ და კიდევ უფრო გამდიდრდება ჩვენი ასე ვთქვათ იარაღის ფონდი საქართველოში, იმიტომ რომ სისხლში გვაქვს რა, ეს იარაღი გვევასება ქართველებს რა. რუსებს კი უნდათ რომ მაგალითად არ გვევასებოს, მაგრამ ეგრე არ არის. ეს გენეტიკურად მოგვდგავს ესე რომ იარაღი საჭიროა. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს სროლა, ქალია თუ კაცი. თავდაცვა უნდა შეგვეძლოს პრისგან. ქალი ვართ, კაცი ვართ თუ რა ვიცი. ბავშვი. აი შვეიცარია ავიღოთ მაგალითად, ოსო ამას ვახო. შვეიცარია ერთ-ერთი რა ვიცი, რამდენი საუკუნეა მის ტერიტორიაზე ომი არ ყოფილა. ყველაზე შეიარაღებული, ყველაზე გაწვრთნილი ხალხი არიან. ანუ შენ შვეიცარიაში თუ არ ფლობ, სულ ამას ვამბობ და ზოგი შევაწუხე ჩემი ამით რა ქვია, დამოკიდებულებით. შვეიცარიაში თუ შენ მოქალაქე ხარ და არ ფლობ ცეცხლსასროლ იარაღს, შენ მეტი გადასახადი გაქვს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მეტად უწევს შენი დაცვა. ეს არ ვიცოდი მე ჩემმა მეგობრებმა მითხრა შვეიცარიაში ცხოვრობს რა. ჩვენო გვაქვსო ირაკთან გადიან, ხო აი შვეიცარია რაღაც ალპები და რაღაც ძალიან ცხრები ბატკანი და ძროხა და შვეიცარული ყველი. ნუ რას უკაცრავად. ყველაზე მძლავრი არმია ყავს, ყველაზე მაგრად შეიარაღებული, ყველაზე გასწვინი სამოქალაქო პირებიც მათ შორის, ნუ იარაღებს ახლა ვლაპარაკობ, ხა შვეიცარიული იარაღები დონეა რა. ტექნიკა მით უმეტეს ახლა. ვიღაცას ახლა რა ვიცი, ნუ როგორ აგიხართ, ნუ მაგრები არიან რა. ავსტრია, შვეიცარია, გერმანია და აგერ ბატონო უკვე ესპანეთიც. მალე ჩვენი ქვეყანაც მენახოს ევროპული ქვეყანა. მალე მოვა ეგ დრო. აბა, გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო, ბევრ ახალ და კარგ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. შევხვდებით ერთ კვირაში ალბათ ივაზე, გერმანიიდან ჩაგირთვებით მეგობრებო. შეიძინეთ რა. ძმურად ესენი არ გაატანოთ ვიღათა უცხოელებს. აბა დროებით. კარგად.